კი ბატონო, საქმე გვაქვს ცალსახად პოლიტიკურ დევნასთან, რასაც თან ერთვის არაკომპეტენტურობა, უცოდინრობა, უვიცობა და არაპროფესიონალიზმი. ანუ აი ამის სინთეზთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ პოლიტიკურ დევნასაც და პოლიტიკურად მოტივირებულ მარცხაჯულებას ჭირდება თავისი, ესე ვთქვათ, ინტელექტუალური რესურსი. როგორც ჩანს, აი მიმდინარე პროცესები იგივე სუსში, ესე ვთქვათ, ცვლილებები თავარი გენპროკურორის დასანქცირება და იქ მიმდინარე ესე ვთქვათ პროცესები შსს-ში მიმდინარე ეს რაღაცა ცვლილებები საერთო ჯამში აისახება მათ შესრულებულ საქმეზეც, ანუ დაკვეთი შესრულების ხარისხზეც, იმიტომ რომ აშკარად აჭრილი არის, ესე ვთქვათ, ეს უწყებები. თქვენ ძალიან სწორად წაიკითხეთ თინა ხიდაშელის სტატუსი, მე არ მქონდა წაკითხული და მეც სწორედ ამისი თქმა მინდოდა, რომ ის რასაც ამბობს პროკურატურა საკუთარი პირით, ანუ იმდენი კომპეტენციაც აღარ დარჩა, არ ვიცი, იმდენად კომპეტენტური კადრიც აღარ დარჩა ალბათ უწყებაში, რომ ის მაინც არ დაწერენ, რომ შემდეგ მათ წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული თავისი პირით თქვეს, ანუ საჯარო ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომ იძიებენ საბოტაჟს იმ ქმედებებისთვის და თავად ასახელებენ, რაც გულისხმობდა პატიმრობაში მყოფი ადამიანების დახმარება და მათი ოჯახის წევრების დახმარება და ასე ვთქვათ, ჯარიმების გადახდაში დახმარება იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც არ აქვს 5,000 და 10,000 ლარი დანაზოგი. ნინო წილოსანს კი მიაჩნია, რომ ეს უწყინარი თანხაა და ქართული ოცნების წევრებს, მაგრამ 5,000 ლარი არ არის უწყინარი თანხა ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ეს არის უმძიმესი ფინანსური ტვირთი და ეს არის რაღაც ფინანსური რეპრესია, რომელსაც სიღატაკისთვის წირავს. კი ბატონო, ანუ სამართლებრივადაც ოქსიმორონია, როცა ედავები საბოტაჟს და თან პარალელურად წერ, რომ საბოტაჟი არის თურმე რაღაც სოლიდარობა, ჯარიმის გადახდაში დახმარება ზოგადად. კი, ზოგადად იმისათვის, რომ დევნა დაიწყო და ქმედება, ანუ ჩადენილი ქმედება უნდა წარმოადგენდეს იმ გამოძიება რითიც დაიწყო, იმ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ანუ დანაშაულს უნდა წარმოადგენდეს და რეალურად არ ვიცი, სხვა ქმედება არის, ანუ ადამიანების დახმარება და საბოტაჟი. ანუ თვითონ ამბობენ, რომ აი დახმარებისთვის დაიწყა საბოტაჟის მუხლით გამოძიება და მეორეა კიდე ის, რომ ის ქმედებები, რასაც ჩამოთვლიან, ანუ ეს ქმედებაც უნდა იყოს თავისი იმისათვის, რომ იყოს დანაშაული, უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. ანუ კანონით აკრძალული ქმედება უნდა იყოს დანაშაულად, რომ ჩაითვალოს, გარდა იმისა, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი უნდა არსებობდეს და არც ერთი ეს ქმედება, რაც თავისი ხელით ჩამოთვალა პროკურატურამ, არ წარმოადგენს დანაშაულს, არც პატიმრების დახმარება, არც სხვისი ჯარიმის გადახდა, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა არ არის დანაშაული, არც ოჯახის წევრების დახმარება არ არის დანაშაული, არც იმ ნივთების შეძენა არ იყო დანაშაული ნანუკას ფონდს რომ ედავებიან და საერთოდ ადამიანის უფლებათა სახლი ეხმარებოდა წამების მსხვერპლებს დიანან, მათ ფსიქორეაბილიტაციას უწევდა. წარმოიდგინეთ, რამხელა საჭიროება არის, რამხელა სტრესი, რამხელა ძალადობა გადატანილ ადამიანებზე არის საუბარი და ამ ადამიანებს რეაბილიტაციაში ეხმარებოდა და ესეთი ფონდები არის დაყადაღებული და საერთოდ რა შუაშია საბოტაჟი. ეს ყველაფერი რომ ძალიან კარგად იციან თავად ამ უწყებებმა, რომ ჩადიან დანაშაულს და ამისთვის მათ მომავალში მოეთხოვებათ პასუხი, უფრო ახლო მომავალში ეს საერთაშორისო სანქციები და უფრო ესე ვთქვათ, იქეთ კიდევ სამართლებრივად და პასუხს აგებენ, ამიტომ იყო რომ დღეს რამდენიმე უწყება იყო შესული. აი საინტერესოა, ნინო, აუცილებლად მინდა გითხოთ, რა საჭირო იყო უსაფრთხოების სამსახური, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ეს ნანუკას ვიდეოდან და შემდეგ გაუშვეს ისინი ბინიდან. ფაქტია, რომ ყოველ შემთხვევაში არავის გაუპროტესტებია, იქან არ უთქვამს, რომ იცი რა, ესენი არ წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურს. მოკეთ, რა საჭირო იყო პროკურატურის და საგამოძიებო ჯგუფთან ერთად უსაფრთხოების სამსახურის, ასე ვთქვათ, მონიტორინგი, რატომ სჭირდებოდა ამ პროცესს? მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მონიტორინგი, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო რაღაცა კრიმინალში თანამონაწილეობის აქტი.
უფრო ალბათ ის რომ არც ერთ უწყებას ცალკე აღებულს არ უნდა მსგავს რეპრესიებზე პასუხისგებლობის აღება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რას ჩადიან, თვითონ თხზავენ ამ ყველაფერს, ამიტომ როგორც ჩანს ამ უწყებებში და შეიძლება მათ უფროსებშიც რაღაცა ერთგვარი ესეთი საუბარი შედგან, გარიგება რომ შენ მაშინ ყველა ერთად ხომ, ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისგებლობა იმაზე, ან შეიძლება ერთმა უწყებამ თქვა რომ მე მარტო რატო ავიღო, შენც წამოდი, მე რატომ უნდა ვაგო, მე ამ ყველაფერზე პასუხი. მე ასე ვხედავ. მაგრამ ყველა უწყება ერთი არ არის, თუ რაღაცნაირი ეს თქვათ მთლად ერთიც არ არის. ანუ კიდევ რაღაცას მიანიშნებს ეს პროცესი. ეს სისტემის ნაწილია, მაგრამ სისტემას გულისხმობ. ნახეთ, ყველა უწყება ერთი სისტემის ნაწილია, მაგრამ აი მაგალითად ეხა ნოემბერ-დეკემბერში წამებაზე, დარბევებზე, ამის გამო ხო ძირითადად მაინც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაისაჭა. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ არ იყო იქ ჩართული, სხვა თქვა სუსი არ იყო ამ პროცესებში ჩართული, ან სასამართლო არ იყო, ან პროკურატურა ჩართული, მაგრამ იმის გამო რომ რა ვიცი 9-ჯერ დასანქცირდა მათი ხელმძღვანელები, მათ შორის ყველაზე მძიმე ფორმებით და ასე ვთქვათ ძალიან მძიმე ესე ვთქვათ სანქციებს დაექვემდებარნენ. მე მგონია რომ ეხლა შეიცვალა ხო ფორმა რეპრესიებმა, ეხლა ცოტა ვთქვათ ფინანსური რეპრესიები და სისხლისამართლებრივი რეპრესიებია უფრო წინა პლანზე წამოსული და ამაში ესე ვთქვათ ყველას უნდა მით უმეტეს ესეთი რყევები მიდის, არავინ არ იცის ვინ დარჩება, ვის გაუშვებენ, ვის შეაწმენდნენ ხელს ხო, ანუ ეს შეიძლება მეორე დღეს ამის ჩამდენს თავად ქართულმა ოცნებამ მოკითხოს პასუხი და თქვას, რომ აი შენ იყავი ის, ვინც არბევდა და შენ იყავი ის, ვინც აპატიმრებდა და ამიტომ არის ეს ერთად ამ სპეცოპერაციების ჩატარების აქტი, რომ ყველამ თქვას, რომ მე მარტო კი არ ვიყავი, შენც იქ არ იყავი, მაშინ თუ არ უნდა ჩამეტარებინა, რატო იყავი შენ იქ, ხომ? ანუ უფრო აი ამას თავდაუჯერებლობის თუ შემდეგ წნეხის და პასუხისგებლობის გადანაწილების კრიმინალში პასუხისგებლობის გადანაწილებას, კი. მე ასე ვხედავ ამას კი, იმიტომ რომ სამართლებრივად ეხლა სპეციალისტებმაც ისაუბრეს, რომ აქ ორი უწყების ერთდროულად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრეცედენტი არ ყოფილა და გარეთ კიდე შსს იდგა და იცავდა თუ არ ვიცი პერიმეტრს, მე ძალიან ბევრი პოლიციელი დავინახე და შესაბამისად ეს ცოტა გაურკვეველია, რასთან მქონდა შეხება და ვინ არის საერთოდ პასუხისმგებელი, სუსი იძიებს, პროკურატურა იძიებს, რა უნდა და ორივეს ერთად პოლიცია რას იცავდა, ანუ ეს ყველაფერი სამართლებრივ შეფასებას მე გამიჭირდება ახლა გავაკეთო რა ხდებოდა იქ და ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. კი ბატონო, ერთი კომენტარი იყო თავად ნანუკასი, რომელიც მენიშნა იქედან გამომდინარე, რომ თქვა, რომ აი აქ რა საჭირო იყო დღეს ეს მოქმედებები, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ აქედან ვერაფერს საინტერესოს ვერ წაიღებდნენ, ეს იყო ფორმალობა, კუნთების ტირაჟირება და საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ შენც უნდა შეგეშინდეს. ანუ ცოტა უფრო გლობალურად რომ შევხედოთ კონტექსტს ამ ჩხრეკების არის თუ არა ლოგიკური ის რაზეც ნანუკა ამბობს, რომ ეს არის არა მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანების, არამედ რაღაც საჩვენებელი მაინც პროცესის მონაწილეებისთვის, პროტესტის მონაწილეებისთვის. კი, რა თქმა უნდა, რეპრესიას გარდა იმისა, რეპრესიის მიზანი გარდა იმისა, რომ გააჩეროს აქტიური ადამიანები ან მათთვის არასასრული პროცესები, ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეპრესიის არის დაშინება, ანუ სამაგალითოდ დაასჯა ადამიანების მათი გამწარება, მათი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება იმისათვის, რომ სხვას არ მოუნდეს სოლიდარობა გამოუცხადოს დაკავებულებს, ხომ? ანუ საჩვენებელი რეპრესიები იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა თითოეული მათგანისთვის დღევანდელი ჩხრეკა, მე არ ვაუფასურებ ამ ასე ვთქვათ, ამ სიმძიმეს, აი ამ პროცესების მაინც ეს პროკურატურა და სუსი და შსს უფრო საწყლად გამოიყურებოდა. ანუ არ ვამეტებ დიანა ჩემ შტაბ-ჭრილებას გეუბნებით, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ ესე ერთად რომ იყვნენ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე როგორც ჩან შეეშინდათ, არ ვიცი, ან სამომავლო შედეგების, სამომავლო პასუხისგებლობის თუ ასე შემდგომ ისინი გაცილებით შეშინებულები გამოიყურებიან აი ესეთი აქტით, რომ 100 კაცის ერთად ყოფნა სხვადასხვა უწყებების ერთად ყოფნა სჭირდებათ იმისათვის,
იმისათვის რომ რაღაცა ორსული ქალის და ბავშვის ბინა გაჩხრიკონ. უნდა კითხოთ ამაზეც, როცა მცირეწლოვანია ოჯახში მესახელხო დამცველის განცხადებაც წავიკითხე, შევისწავლითო, აი ამ დროს რა ხდება, რა სტანდარტი უნდა ჰქონდეს ჩხრეკას. ხო, მცირეწლოვნის დაცვის ყველაზე სწორი საშუალება არის ის, რომ არ უნდა გაიჩხრიკოს, ანუ არ ამ მცირეწლოვნების მშობლებს, და მით უმეტეს ორსულ მშობლებს სახელმწიფო არ უნდა ედავებოდეს საბოტაჟს იმის გამო, რაც საერთოდ არ ჩაუდენიათ. მე მგონი ეს გოგონა საერთოდ ამ ფონდიც კი არა აქვს, თუ არ ვცდები სირცხვილიას წარმომადგენელი იყო, ანუ რეალურად ედავებიან რაღაცა ფონდის არსებობას და მის საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ამიტომ არასრულწლოვანების დაცვის ყველაზე სწორი და მართებული საშუალება, რომ მათ მშობლებს უკანონო ჩხრეკებს არ უნდა უტარებდნენ და უკანონო დევნაში არ უნდა ყავდეთ მათი მშობლები. ეს არის პირველ რიგში, ასე უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები. და სხვა თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ უწყებებმა ძალიან კარგად იცოდნენ და იციან, რომელ ოჯახში ვინ არის თუ არა, ესე ვთქვათ, მეპატრონე, ფეხმძიმე ყავს თუ არა მას არასრულწლოვანი შვილები და რა თქმა უნდა, მათი პერსონალური მონაცემები, პირადი სივრცე, ცხოვრება, უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და გათვალისწინებული უნდა იყოს და ეს ყველაფერი ისე მოხდეს, რომ ბავშვის ტრამვირება არ უნდა მოახდინონ და როგორც იყო და რაც იყო, ძალიან კარგად ვნახეთ იქ საერთოდ არანაირი, ესე ვთქვათ, არც ფეხმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ემოციური მდგომარეობა და არც არასრულწლოვნის მდგომარეობა გათვალისწინებული არ იყო. საერთოდ არ ვიცი, რა გითხრათ, არა ადამიანური არის ეს ყველაფერი და არის ასევე არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური. ძალიან მიჭირს კიდევ ერთხელ სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, იმიტომ რომ იმდენად გამოვარდნილია სამართლებრივი პროცედურული, ასე ვთქვათ, სივრცე და სამართლებრივი სივრციდან ის, რასაც ხედავთ, იმდენად არ არსებობს მტკიცებულებები, არ არსებობს კავშირი, არ არსებობს დანაშაული, რაზე ვისაუბრო, არც ვიცი, სიმართლე რო გითხრათ, აი რა შეიძლება ვამტკიცოთ. აი ძალიან რთულია საერთოდ ამაზე სერიოზულად საუბარი. კი ბატონო, უსაფრთხოების სამსახურში კობახიძის კადრის მისვლის შემდეგ რახან კომენტარებში თავად პირი, რომელის სახშიც დღეს 7 საათი ჩხრეკა იყო, ახსენებდა კობახიძეს, ჟორჟ ნანუკას გულისხმობ, ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად სისტემა ეხლა გადაეწყო კობახიძეზე და რასაც ხედავთ, ეს უკვე უშუალოდ მისი პოლიტიკა, როგორი ამაზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ რაღაცა მისი ხელი არის ასეთი, რაღაცა ამის ნიშანიც ვნახეთ. ხო, ახალი არაფერი არ გვინახავს, ახლა რეპრესიები იყო და დაკავებებიც იყო და ჩხრეკებიც იყო ძალიან ბევრი ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, ნოემბერ-დეკემბერში და შემდგომაც ისეთი ჩხრეკები იყო ქალბატონო დიანა, რომ რა ვიცი, ერთმა, ესე ვთქვათ, ერთ შემთხვევაში ფეხმძიმე ქალს მუცელი მოეშალა, ისეთი ფორმით იყო ჩატარებული ჩხრეკა, გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლეს შემთხვევა, ძალადობა იყო. ანუ ეს ფორმა ახალი არ არის და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აქამდე არ ყოფილა და ეხლა კობახიძე რაღაცა, ისე რა ქვია, დაამძიმა ვითარება. პირიქით უფრო მგონია, რომ პირიქით მე მეჩვენება, რომ კიდე უფრო ანუ სისტემა არის არეული და ცოტა სიტუაცია შეიძლება აჭრილიც არის, იმიტომ რომ აი ეს თუნდაც რამდენიმე უწყების ერთად ყოფნა, პროკურატურის ერთი განცხადება, რომელიც საერთოდ წინააღმდეგობრივია გამოძიების მიმდინარეობასთან, იმ მუხლთან, რითიც არის დაწყებული გამოძიება, იქ სუსის ყოფნა, საერთოდ გაურკვეველია, აი რაღაცა თვითონ არიან ასე მეჩვენებაარეულები აი ამ საკუთარ, ესე ვთქვათ, რაღაცა კონსპირაციებში და არადამაჯერებლად გამოიყურებიან, არათავდაჯერებულად გამოიყურებიან და მე ვფიქრობ, რომ პირიქით უფრო სისუსტეს უჩვენებს ეს ყველაფერი და არაორგანიზებულობას, ვიდრე რაღაცა იმას რა ქვია, რეპრესიული აპარატის გაძლიერებას. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, ნინო ლომჯარია, არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული ორბიტის